We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშაცა და მე ვარ ევროპელი. გავიზარდე საქართველოში, რომელიც იყო საზღვრების გარეთ. არა მხოლოდ ოჯახში, არამედ მთელი ის გარემოცვა, მეგობრები, ქართული ეკლესია, ქართული ჯგუფები ცხოვრობდით ჩვენ საქართველოში და ამიტომ მე ერთ ისტორიას ვერ მოვყვები, ეს არის მთელი ჩემი ბავშვობის მეხსიერება, რომ ჩვენ ცხოვრობდით ისე რომ საქართველოს 65 წლამდე 70-იან წლებამდე იყო ძალიან შორეული, არ იყო არანაირი კავშირი. ეს ცოტა დღეს ძნელი გასაგები არის, რომ არც ტელეფონის კავშირი, არც წერილობითი კავშირი, მაგალითად ძალიან გვიან მიიღო ბებიაჩემმა პირველი წერილი საქართველოდან, სადაც გაიგო, რომ მისი ძმა დახვრიტეს თავის დროზე 37 წელს. ვინ იყო კიდე ცოცხალი, ანუ ეს ყველაფერი არ არსებობდა, იყო ნამდვილი კედელი საქართველოსთან და ამიტომ კიდე უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი საქართველო ყოფილიყო ცოცხალი და მთავარი დანიშნულება ამ ემიგრაციის და იმ ადამიანების, რომლებიც ქმნიდნენ ამ ემიგრაციას და მის პოლიტიკურ ცხოვრებას, იყო ის, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიეტანათ, იმის შესახებ, რომ საქართველო იყო თავის დროზე დამოუკიდებელი ქვეყანა და იქნებოდა დამოუკიდებელი ქვეყანა მომავალშიც. საინტერესო ის არის, რომ ვერ ჩამოვდიოდი საქართველოში, რადგანაც საბჭოთა კავშირის პერიოდში საბჭოთა საელჩოს ჰქონდა მიცემული ინსტრუქცია, რომ ჩემთვის ვიზა არ მოეცათ. ეს გაგრძელდა 86 წლამდე, სანამ საქართველოში არ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია გაეროს ფარგლებში და მე ამ დროს მუშაობდი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ყველა ჩემმა მეგობრებმა ყველა მიცოდა, რომ ქართველი ვიყავი და საქართველოსთვის ვიკტებოდა გული და მინდოდა ჩამოსვლა და მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ აი შენი დრო მოვიდა დელეგაციაში ჩაგსვამთო და შეძლებ ჩასვლა საქართველოში. მართლაც ასე მოხდა, 3 დღით ჩამოვედი, თან კონფერენცია იყო და ამიტომ ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა, ძირითადად ღამეები და ძალიან დიდი შტაბ-ეჭირება იყო, რომ როგორც იქნა ამდენი მოლოდინის მერე, რაღაც სიზმარშიც ვიყავი ეს 3 დღე და ჩემი თავს ვუთხარი, რომ ეხლავე შევიტანო ტურისტული ვიზაზე მოთხოვნა, რომ ჩავიდე და ცოტა უფრო დიდხანს მართლაც გავიგო რა ხდება ქვეყანაში, გავიცნო ხალხი უფრო სხვანაირად და შევიტანე ვიზა, ეს უკვე 86 წელი არის და სხვანაირი საბჭოთა კავშირი ერთგვარად და მომცეს ვიზა, მომცეს დედაჩემთან, ბავშვებთან ერთად და ჩამოვედით ყველანი ერთად. ეს იყო კიდევ სხვა განცდა, იმიტომ რომ რეალურად ჩამოვედით, ვნახეთ ის ადგილები, სადაც ჩემები ცხოვრობდნენ თბილისში ადრე და მართლაც ვიგრძენი, რომ ვარ საქართველოში და ერთგვარად დაბრუნებული, რაც უცნაური არის, იმიტომ რომ მე დაბადებული არ ვარ საქართველოში, მაგრამ ეს განცდა მქონდა, რომ დავბრუნდი იქ, სადაც უნდა ყოფილიყავი. ეს იყო გარდამავალი ისეთი საქართველო, სადაც წამიყვანეს დიდი სამბვით, ფარდები დახურეს და მაჩვენეს მაშინ ერთ-ერთი ჩვენება მონანიების. ეს იყო დიდი ამბავი იმ დროს, ყველა ამაზე იყო ძალიან აღელვებული და ითვლებოდა როგორც ნამდვილად დიდი რევოლუცია თითქმის და ბევრი რამე იცვლებოდა. და ორივე მხარე იყო იმ დროს ამ საქართველოში, ესეც იყო, მაგრამ ისიც იყო, რომ ფილმი, რომელიც მონანიება ქვია და ამ დროს გადაიღეს ერთი მთავარი მსახიობით და ის მსახიობი როცა დახვრიტეს, გააგრძელეს სხვა მსახიობით, ისე რომ კანის ფესტივალზე ეს ფაქტი არ იყო წარდგენილი როგორც ამ რეჟიმის დამახასიათებელი, რაც მონანიებას ცოტა უმცირებს იმ თავის გზავნილს. იყო
ნამდვილად ცვლილებების დრო ამას ამბობდნენ ადამიანები, რომ ეს უკვე აღარ იყო ის საბჭოთა კავშირი, თუმცა მე ჩამოსული ვიყავი დედაჩემთან და პატარა ბავშვებთან 2 წლის ქეთევანი და 5 წლის თემური და დაგზდევდა 2 მანქანა ცალ-ცალკე, დედაჩემს და ბავშვებს ცალკე და მე ცალკე. ძალიან დაინტერესებული იყვნენ ჩვენი შეხვედრებით, არ ვიცი ბავშვების შეხვედრები რამდენად საინტერესო იქნებოდა იმ დროიდელი იმ უწყებებისთვის, რომელიც ამას ახორციელებდნენ. პირველი გამოცდა ჰქონდა იმისი, თუ რა არის კოალიცია, თუმცა ბოლომდე ვერ იქნა ეს კოალიცია მიყვანილი, მაგრამ მაინც მრავალპარტიულობა არსებობდა არჩევნების დროს და ელჩები, ვინც გაგზავნილი იყო ამ პერიოდში, ეკუთვნოდნენ სხვა პარტიებს და არა მთავრობის, არა უმრავლესობის, რაც ძალიან საინტერესო არის თუ შევადარებთ დღევანდელ დღეს. დღეს რო უბრუნდებოდეთ მაგალითად იმ კონსტიტუციას, ბევრად უფრო პროგრესული იქნებოდა, აღარ ვლაპარაკობ ახლა ბოლო ოცნების მიერ შემოტანილ ცვლილებებზე, მაგრამ ზოგადად ბევრად უფრო დემოკრატიული და თავისუფლების დამცველი კონსტიტუცია იყო სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით და შემდეგი ქართული კონსტიტუციებთანაც შედარებით. სხვათაშორის უნდა ხაზი გაუსვა, იმიტომ ბევრმა არ იცის და ტყუილა ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. ჩემი არც ერთი წევრი ოჯახიდან არ იყო მთავრობაში და არც ერთი არ იყო სოციალ-დემოკრატი. ყველანი იყვნენ ეროვნულ-დემოკრატები და ამდენად იყვნენ ერთგვარი არა ოპოზიცია, იმიტომ ასე არ იყო, იმდენად იყო შეგნება, რომ ეს დამოუკიდებლობა ყველასი იყო და ყველასი დასაცავი, რომ რაც არ უნდა განსხვავებული აზრები ქონოდათ უმრავლესობის მიმართ სახელმწიფო იყო მთავარი და სახელმწიფობრიობის გაგება ყველა პარტიის წარმომადგენლებში იყო ძალიან სიღრმისეული. მნიშვნელოვანი იყო პირველი რესპუბლიკიდან ის, რაც გაკეთდა, როცა გააგზავნეს უცხოეთში ჩვენი კულტურის დარგის სხვადასხვა წარმომადგენელი, ყველა მიცის ახლა კაკაბაძე, ელენა ახვლედიანი და ასე შემდეგ. ის ჯგუფი, რომელიც წავიდა და კულტურაში ამას ძალიან დიდი შედეგების შემდეგ მოყვა, რომ ეს ადამიანები როცა დაბრუნდნენ, გააგრძელეს ის თავისუფალი შემოქმედებითი ცხოვრება, რაც მიიღეს ევროპაში, რაც თვითონ ჰქონდათ უკვე იმ პერიოდში მიღებული ამ პირველი რესპუბლიკის დროს და 30-იან წლებამდე პრაქტიკულად მაინც ცოცხლობდა ეს თავისუფალი სული საქართველოში და ეს გაგრძელდა დიდხანს. ეკონომიკა დაარსა რეალურად ამ ქვეყანაში და პრაქტიკულად ყველაფერი, რაც არსებობს საქართველოს ეკონომიკის საფუძვლები, მისი მოფიქრებული არის და პირველი საწყისები თვითონ დაარსა ამ ქვეყანაში. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ყველანაირ სიახლეს. ყოველთვის იმაზე ფიქრობდა, თუ რა შეიძლება გამოადგეს საქართველოს, რა შეიძლება საქართველოსთვის იყოს საჭირო, განათლება ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და თვითონ მიყავდა ევროპის უნივერსიტეტებში ახალგაზრდები. მე მგონი ერთი მომენტი არის, რომელიც კიდევ უფრო შეიძლება საინტერესო იყოს. დაარწმუნა რუსეთის იმპერია იმ დროს, რომ დაეფინანსებინათ ტაძარი ფოთში, რომელიც იყო წმინდა სოფიის ასლი. ანუ ბერძნული ეკლესიის, არა რუსულ მოდელზე და ყველა ამ დროს რუსეთის იმპერია აშენებდა საქართველოში იმ ეკლესიებს, რასაც ვხედავდით და თბილისშიც ის, რომელიც მერე დაინგრა. რანაირად დაარწმუნა, არ ვიცი, არავის არ მოუყოლია ეს და არც მგონია, რომ ის რომელიმე წიგნში იყოს ეს აღწერილი, როგორ დაარწმუნდა, მაგრამ მე მიმაჩნია ეს უკვე როგორც დიპლომატი, რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. სამწუხაროდ ბევრ რამეში და ბევრად მეტში, ვიდრე რასაც მე ვიფიქრებდი ადრე, ადამიანებში დარჩა ძალიან ღრმად ალბათ
და ეს გამოიხატება ინიციატივის ნაკლებობაში, ანუ რომ ვერ გაბედო და აიღო შენ თავზე ინიციატივა, იმიტომ ინიციატივას მოყვება პასუხისგებლობა. და ალბათ ეს არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება იყოს ამ სისტემების, ზოგადად ტოტალიტარული სისტემების, რომ ადამიანებში კლავენ ის, რაც არის მთავარი თავისუფლების ღერძი. ეს არის ყველაზე რთული, საიდანაც რთული არის გამოსვლა და ამ პროცესებში ვართ. საინტერესო არის, რომ შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელმაც იცხოვრა მთელი ცხოვრება ამ სისტემაში, მთლიანად არც გასულა შეიძლება ქვეყნიდან და არის თავისუფალი და ამავე დროს არის სრულიად გასაკვირი ჩემთვის და ამას ვერ ახსნი. ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად დაიბადნენ ამ სისტემის ბოლო პერიოდში, როცა უკვე სისტემა არ სისტემობდა სრულყოფილად, აქ დაიბადნენ, მერე წავიდნენ, უცხოეთში იცხოვრეს, ისწავლეს, იმუშავეს კიდევაც და ამათში იგრძნობა ეს დაღი. პატარა ბოლშევიკები დღეს როგორ არიან კიდევ ხელისუფლების რიგებში ბლომად. ეს არის ჩემთვის აუხსნელი. აი ის საზოგადოება იბადება და ამის ძალიან ძლიერ ნიშნებს ვხედავთ, სწორედ რომელსაც მე ველოდებოდი ცოტა ადრე, მეგონა რომ უფრო ადვილად გაჩნდებოდა ეს თავისუფალი, პასუხისგებელი, ბოლომდე შემართებით, ძალიან დიდი მაღალი პასუხისგებლობის მქონე ადამიანები არიან ისინი, ვინც დღეს გადან რუსთაველზე. იმიტომ თავიანთ თავზე იღებენ ამ პასუხისგებლობას და არიან პასუხისგებელი მხოლოდ თავიანთ თავის. და ეს ძალიან სწორი არის. შენ ვერ იქნები პასუხისგებელი სხვაზე და არც უნდა იყო. შენ შეიძლება მაგალითი აჩვენო სხვას, მაგრამ პასუხისგებლობა არის სრულიად პიროვნული და მხოლოდ პიროვნული შეიძლება იყოს ბოლომდე. და ეს კარგად გაიგეს, კარგად გავაცნობიერეს და ამათ რეალურად არ ჭირდებათ არც სხვაგან ცხოვრება. აქვე არიან ევროპელები იმ გაგებით, რაც იყო პირველი რესპუბლიკის გაგება, რაც იყო ისტორიულად საქართველოში გაგება ევროპელობის. ეს არის უზარმაზარი კაპიტალი, რაც გაგვაჩნია, რომელსაც უნდა უფრთხილდებოდეთ და არა შეურაცხყოფას ვაყენებდეთ. იქ არავინ არ არის რაღაც რადიკალი, დესტრუქციული, როგორც რასაც ეძახიან. პირიქით არიან ძალიან შეგნებული, პასუხისგებელი, კიდევ ამ სიტყვას ვიხმარ ახალგაზრდები, რომელსაც იციან რა უნდათ და რომელსაც აქვთ ძალიან ღრმად შეგნებული, რომ შენ უნდა იყო შენი ქვეყნის ერთგული, თუ გინდა რომ შენ თვითონ გქონდეს მომავალი. ეს არის ჩემი როლი, რომ აქ ვიყო და ვიყო იმ ხალხის გვერდში, რომელსაც ჯერა და წამს რომ ეს ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი ბოლომდე და იქნება ევროპული. ხან მინისტრი ვიყავი, ხან ოპოზიციაში, მეც ვიდექი რაღაცა 120 დღე თავის დროზე, როცა საჭირო იყო, იმიტომ რომ ის ქვეყანა მიდიოდა არასწორ მიმართულებით. ვიყავი ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ვარ, იმიტომ რომ ამ ქვეყანას სჭირდება ყავდეს ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც სწორედ სახელმწიფოს ასახავს შიგნით და გარეთ და ხვალ თუ რაღაცა სხვა როლში ვიქნები, საჭირო ვიქნები იქა და აქა ვარ. მართლაც ვიცხოვრე ნახევარ ცხოვრებაზე მეტი იმ გარემოცვაში, სადაც არასოდეს კითხვის ქვეშ არ იყო ის საკითხი, რომ იქნება თუ არა საქართველოს დამოუკიდებელი. ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის იყო, რომ აბარა. ამიტომ ახლა 170 დღე არაფერი არ არის 70 წელთან შედარებით. და ეს რწმენა იმაში, რომ გამარჯვება ბოლოს ყოველთვის მოდის და მოთმინება არის საჭირო, მაგრამ უდაო არის რა იქნება შედეგი და ეს არის მთელი საქართველოს ისტორიის გაკვეთილი ჩვენთვის ყველასთვის, რომ ყოველთვის გამარჯვება არის, თუნდაც ძალიან რთულ პირობებში და ეს დღეს რაც არის ჩვენ ძალიან მძიმედ გვესახება, მაგრამ თუ შევადარებთ სხვადასხვა ისტორიულ ეპიზოდებს ქართულ ისტორიაში, ეს არის არა ყველაზე მძიმე
არა ყველაზე უიმედო. ამიტომ ისტორია ყოველთვის ძალიან კარგი შედარებას გვაძლევს, რომ ჩვენთვის იყო ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო ტრაგიკული პერიოდები და ამას გაუძლეს ადამიანებმა, ამას გაუძლო ქვეყანამ, ამას გაუძლო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობამ და გაუძლებს. მადლობა თქვენ. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.